მოგესალმებით, დადგა 4 შაბათის საღამოს რის ნახევარი მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყო ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებელს შინახართ, პატიმრები განსაკუთრებით და ის ადამიანები, ვინც ხართ უცხოეთში და დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი, სხვადასხვა ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას, იმიტომ რომ ადამიანმა ძალიან ბევრი საქმის და მიუხედავად დღეს ბარბარობა გილოცავთ მართლა და აი ამ ყველაფრის და მიუხედავად თავს დააძალა და უარი არ გითხრა და გვესტუმრა ბორჯომიდან ყავს სტუმარი, მინდა რომ განსაკუთრებით მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც არის ბორჯომ ბაკურიანის მრევლი, იმიტომ რომ საოცარი ხალხი ხართ მართლა, აი ჩემი დიდი პატივისცემა და რაღაცნაირად ყველა ისეთები ხართ, რომ გონია რომ ჩემი დაძმანი ხარ და ერთ-ერთი დამსახურება არის მამა იოანესი ესეც და დიდი მადლობა მამა რომ მობზანდით დღეს ჩვენთან და იცით რა მინდა კითხოთ თავიდან რომ ისა რა ქვია გვიხარია ძალიან რომ ხართ ჯერ პირველ რიგში და თან მინდა რომ კითხოთ აუცილებლად რომ რაღაცა ის უმშვიდად ხართ ხოლმე რაღაცა ავხდებით ისე და აი ეს სიმშვიდე როგორ უნდა შევინარჩუნოთ მამა აი მრისხანების დაგლოცოთ მოგესალმებით ილოცავთ დღევანდელ დღეს ეს დღეები დღესასწაულების კასკადია უდიდესი დღესასწაულები გვაქვს წინ შეგვეწიოს, გაგვაძლიეროს, განგვამტკიცოს და ერთობა და სიყვარული არ მოგვაკლოს ღმერთმა. ამინ, მადლობა მამაო და როგორ ინარჩუნებთ ხოლმე სიმშვიდეს, იმიტომ რომ მაინტერესებს ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ძალიან ბევრი თემა გვაქვს გასაშლელი, ჩემ მეუფიდან დაწყებული აუცილებლად ამ თემას შევუდგებთ, უბრალოდ თავშივე არ მინდა რომ ესე რაღაცნაირად თემა შევეხოთ და ბოლოსთვის ვინახავთ ცოტა ისე იმათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როცა მამა იოანე არის ეთერში კი ნებისმიერი მოძღვარი როცა არის, მეუფე სერაფიმეზე გარდაუვალია საუბარი და ისედაც ჩვენ გულში არის და თუ შეიძლება მამაო რომ აი ამის აი განრისხების შესახებ კითხოთ თავიდან ესე დავიწყო და შემდგომ ყველაფერზე გადავალთ. არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არას ცოდოს თითოეულ ადამიანს. რა თქმა უნდა აქვს უდიდესი პრობლემა, უდიდესი ტკივილი შეიძლება ის ჩავარდეს განრისხების ცოდვაში, მაგრამ ჩვენ ამ დროს მთავარია გავაკეთოთ ანალიზი. ანალიზი შემდგომ მაგალითად განრისხებისა. თუ როგორ ვაფასებთ ჩვენს თავს, რომ შემდგომი უფრო დიდი საცდური არ მოვიდეს. როდესაც ადამიანი განრისხდება, თუ კი ის სიტუაციის დამთავრების შემდგომ საკუთარ თავს ეტყვის, აი ყოჩახ. შენ მართალი იყავი, თუ გინდა 100%-ით მართალი იყო და აი ესე უნდა მიგემართა და კიდევ უფრო მკაცრად შეიძლებოდა და ასე შემდეგ, ესე იგი ეს გამოდის რომ ბოროტს უწერთ ხელს. ანუ თანხმდებით ჩვენ ამ ძიმეცოდვაზე, რომელსაც განრისხება ქვია. და თუ კი ჩვენ ეს ვტკივა, აი თუ გინდ სრულიად სამართლიანად გვეთქვა ჩვენი მოყვასისადმი განრისხებულად პასუხი. თუ კი ჩვენ ეს ვტკივა და თუ კი ჩვენ გვაწუხებს, ესე იგი უფლის წიაღში ვართ და ჩვენ განვიცდით და სინანული არის ყველაზე დიდი მადლი, რომელიც შემდგომ იქცევა სიხარულად და აი ამ დროს მთავარი საზომი არის, რომ ჩვენ გვახსოვდეს ერთი აუცილებელი მდგომარეობა, რომ ჩვენ, როდესაც რაიმე შეგვეშლება, იგივე საწყაულით რომ მოგვირწყას უფალმა და გვითხრას ჩვენ, რომ იგივე სიმკაცრით, იგივე განრისხებით მოგვეგოს პასუხი ამა თუ იმ შეცდომაზე. რამე თუ ჩვენი ცხოვრება შეცდომებით სავსეა, ვიცით ჩვენ და როდესაც ჩვენ ეს გახსოვს, შენ უკვე მოყვასის მიმართ თუ უცხოს მიმართ თუ ქუჩაში ნებისმიერ პირველად შემოხდომის მიმართ, უკვე შენში მომავალ შემთხვევაში შენ უკვე კურნალები ხარ და განრისხება ნაკლებად გეუფლება და განიდევნება ეს და რა თქმა უნდა ეს არის ის უდიდესი სიხარული, რომელიც შენ მოიპოვე რითი წინა მდგომარეობის განხილვით, რომ სწორად განსაჯე ეს მდგომარეობა და შემდგომში განერიდები ამა თუ იმ ცოდვას. მამა, ვაი, რაც არ უნდა იყოს ახლა აი მაგალითად ამ შემთხვევაში ხან არის ხოლმე ცილის წამება ის არის. აი ამ შემთხვევაში აი ამ ყველაფრის გადატანა როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან რთული ახლა ჩვენ ველაპარაკოთ ადამიანს, როცა არა აქვს ამასთან ისეთი პრაქტიკა და შეხება. და უცბად აი ცილის წამების იმის ხორბლი არის და აი აქ თავი არ იმართლოს ან სიმშვიდით შეხვდეს ამ ყველაფერს ძალიან რთული არის და ცილის წამება ძირითად შემთხვევაში როგორც წმინდა მამათა ცხოვრება მოგვითხრობს და გამოცდილება საუკუნოვანი იწყება
შურით გიორგი, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ საკითხში იღვაწებს, წარმატებას მიაღწევს, შურით იწყება ცილისწამება და ცილისწამება ადრესატიდან პირველი თავდასხმა არ არის თითქმის არასოდეს. მანამდე სხვა, ესე იგი, შეურაცხყოფებითა და დაბრკოლებებით აქვს მოსინჯული. ეს არის შეიძლება ითქვას ბოლო იმედის ცოდვა არის და ბოლო, ესე იგი, უდიდესი თავდასხმა, ცილისწამება. ჩვენ გავიხსენოთ, რომ აი, როდესაც უფალთან მიდის ადამიანები, იკრიბება უამრავი ხალხი და უფლის სახელის დიდება ხდება მთელს ისრაელში, რასაბოს წიგნობრები, ფარისევლები და სხვა ადამიანები ბელზებულიაო, უფალიო და ეშმაკის ძალით განკურნებს ადამიანებსო. წარმოიდგინეთ, ვერაფერი მოიფიქრეს, ვერაფრით შეაკავეს ეს დიდება და როგორ ცილისწამებას ავრცელებენ. წმინდა სილოვანე ათონელი ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ადამიანი, როდესაც მოღვაწეობს, ადამიანი, როდესაც რაიმე სიკეთეს აკეთებს, ყოველთვის მის ცხოვრებაში დგება მდგომარეობა, როდესაც სასწორივით ხდება წუთისოფელი. ერთ ადგილას, სადაც გააქებენ და ერთ ადგილას, სადაც შენ საქმეებს დადებითად შერაცხავენ, მეორე ადგილას იწყება ძაგება, იმიტომ რომ სამყაროს მტერი ბოროტი არ ისვენებს შურს ყოველივე ადამიანის ნამოღვაწარი და ამიტომ ამ მდგომარეობაში საუკეთესო არის ლოცვა. ფსალმუნთა კითხვაი დავითმე ფსალმუნი ამბობს 26 ფსალმუნში, რომ უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდის. უფალი შესავედრებელი არ ცხოვრებისა ჩემისა ვისგან შევწუნდე. აი ამ მუდმივად შენი ნათელი, შენი შესავედრებელი, შენი კედელი, როცა შენ გათავისებულია გაქვს, რომ არის უფალი, აი ამ შემთხვევაში უკვე უდრტვინველად შედარებით, როგორც მოახერხებ, ხვდები ამა თუ იმ საცდურს. მადლობა მამაო და ეს ყველაფერი ხე განსაცდელი არის ხო და ამ შემთხვევაში მამაო აი ამ განსაცდელებს ადამიანი როგორ უნდა ჩაიხსნას, როგორ უნდა დაიცვას თავი, იმიტომ რომ განსაცდელი აუცილებლად იქნება ხო ადამიანის ცხოვრებაში ხა ისე ვის უცხოვრია ხო მით უმეტესთან კაი ადამიანს, ქრისტიანს მით უმეტეს ხო ზირაქის სიბრძნე გვაუწყებს ესეთ რაღაცას. თუ უფალს მიახლები სამსახურებლად განსაცდელები კარზეა მომდგარი. გვეუბნება ესეთ სწავლებას. ადამიანი ყოველთვის განსაცდელებს განეშორება ლოცვითა და მარხვით. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ამა თუ იმ მდგომარეობაში ვართ ბედნიერი მხოლოდ ერთი რამით, რომ ჩვენ გვახსოვს მუდმივად, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი არის ცათა სასუფევლისკენ და რით გვანუგეშებს უფალი და ანუ რა ძალას გვაძლევს ამ დროს, აი იგივე ზირაქის სიბრძნე მოგვითხრობს, რომ გადახედეთ თქვენი წინაპრების ცხოვრებას და თუკი თქვენ იპოვით შეურაცხყოფილს, რომელმაც უფლის მცნებები გულში ჩაიკრა და უფალს არ უღალატა, მაშინ თქვენც შეცდები. ანუ ადამიანი ყოველთვის იქნები ბედნიერი, თუკი შენ განიხილავ შენი წინაპრების ცხოვრებას და ამით შენთან მოდის ის უდიდესი მადლი, რომელიც შენი სულისთვის არის უმნიშვნელოვანესი. წმინდა პავლე მოციქული ამბობს ესეთ სიტყვებს: ჭირი ქმნის მოთმინებას, მოთმინება ქმნის გამოცდილებას და გამოცდილება ბადებს იმედს. ეს სამი უმნიშვნელოვანესი რგოლი, მოთმინება, გამოცდილება და იმედი უკვე კრავს იმ ჯაჭვს, რომელიც ჯაჭვიც გაბმულია სასუფევლისკენ მიმავალ ბილიკზე, რომელსაც მოეჭიდები ადამიანი და შენ აი ამ ჯაჭვით შეძლებ წუთისოფლის სხვადასხვა განსაცდელების გადალახვას. დავით მეფსალმუნე ამბობს ესეთ სიტყვებს: ვიდოდიღა თუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა არა შემეშინოს მე ბოროტისაგან. რამე თუ შენ ჩემთან ახარ და შემდგომ იწყებს ჩამოთვლას კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან ამათ ნუ გეშინის მცესმე. ანუ რას გვეუბნება ჩვენ დავით მეფსალმუნე, თუ კი შენ ღმერთი გახსოვს განსაცდელის დროს, ოკეანე რომ იყოს განსაცდელების, ისიც კი ამოშრება. აი ეს უდიდესი სწავლებაა, რომელიც ჩვენ
ყოფენს ნათელს და ჩვენში ბადებს იმ იმედს, რომ ყოველ განსაცდელს მოყვება სიხარული, ყოველ მოთმინებას მოყვება ის ღვაწლი, რომლის საშუალებასაც უფალი შემდგომში თვითონ გაძლევს და ეს არის უდიდესი სიხარული და ბედნიერება. დიახ, მამა, ეხლა ისე რა ქვია, ღვთის ნების გარეშე და დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება ხოლმე ამ შემთხვევაში და როგორ მივენდოთ მამა ღმერთს ამ შემთხვევაში ძალიან რთული არის, რომ აი რაღაცა ეშმაკი ისე გიბნევს გზაკვალს, რომ საწახვიდე აღარ იცი ხოლმე, რამდენი განსასწრებელი რაღაცა, ამდენი პრობლემა რო აქვს ხო ადამიანს რაღაცა და აი ამ შემთხვევაში როგორ მინდობა, როგორ უნდა ვისწავლოთ, აი რა არის საჭირო იმისათვის, რომ აი აქ საყდენი იყოს ჩვენი უფალი, აი როგორ აი რაღაცა რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ძირითადად რომ არ გაგვექცეს. კრებულის წინაშე დგას ღირსი მამა ანტონი დიდი და ამბობს ესეთ სიტყვებს. მე ღმერთის აღარ მეშინია და უცებ საზოგადოება თითქოს დაიბნა და აგრძელებს ანტონი დიდი. მე ღმერთის აღარ მეშინია, მე ღმერთი მიყვარს. ეს არის უდიდესი სწავლება, როდესაც ანტონი დიდი გვასწავლის ჩვენ მოღვაწეობას, რომელიც იქნება როგორც ტალანტების გამრავლება. ჩვენ მოგვითხრობს წმინდა წერილი, ანუ რას ნიშნავს ანტონი დიდის გადმოცემა. ადამიანი, როდესაც მოღვაწეობს, მას უნდა ჰქონდეს სასუფევლის სიყვარული, რომ არ დაკარგოს ცათა სასუფეველი. ადამიანი ამა თუ იმ სიკეთეს არ უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდეს და შიშით ცხოვრობდეს, რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდეს. თითქოს ერთი და იგივეს ვამბობ ჩვენ, მაგრამ აი ამ ტალანტების გამრავლებისათვის გიორგი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა. ის სიყვარული, რომელიც უფლისადმია, სასუფევლისადმი ტოლვა, რომ შენი ცხოვრება იყოს სიკეთით სავსე და შენ არ დაკარგო სასუფეველი. ადამიანები მოდიან ტაძარში და ღაღადებენ ღვთის მიმართ უფალო მომეცი ჯანმრთელობა, მომეცი კეთილდღეობა. ამაში რა თქმა უნდა კარგია, უფალს მიმართავენ ცუდი არაფერია, მომეცი ჩემი შვილების კარგი მომავალი, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს უფალთან ვედრებაში არასოდეს მომეცი უფალო არ უნდა აღემატებოდეს სიტყვებს მომიტევე უფალო. მომიტევე უფალო, რომ მე ღირსეულად ვერ ვცხოვრობ, მომიტევე უფალო, რომ მე მოყვას გული ვატკინე, მომიტევე უფალო, რომ მე ჩემი წინაპრების კვალდაკვალ ვერ დავდივარ. აი ეს უნდა გარდაემატებოდეს, მომეცი უფალო თხოვნა უნდა გარდაემატებოდეს მომიტევე უფალო და აი ამ შემთხვევაში უკვე ყალიბდება შინაგანი სიმშვიდე და იწყება საკუთარი თავის გვერდზე გაწევა და მოყვასისადმი მეტი მზრუნველობა. იცით მამა, დედამიწაზე მართლა უამრავმა პრობლემა მიჩინა თავი და ადამიანი არ იყო ამ პრობლემის ზათ, იმიტომ რომ დღევანდელი ადამიანი რაღაც ხანაერთან საქართველოში ცხოვრები, რაღაცა მგზნობი არის ადამიანები ან რაღაცა და ყველაფერი უფრო გზნობები რაღაცა მაღალზე აქვს დაწეული რა და ყველაფერს ხანაერად განიცდიან რაღაცა, აი ღვთიური ხალხი არიან მართლა. განასხვავებან არ არიან, მაგრამ აი ჩვენთან რაღაცნაირად ისეთ და თან აირია რაღაცნაირად ამ ქვეყნად ყველაფერი რა, ისეთ ყველა ბოლო ჟამის პერიოდი რო არის და აი ამ შემთხვევაში აი ამ უამრავ პრობლემას იმას როგორ დააღწიოს მამაო თავი თქვენი მეთოდით მე ყველა მოდელს ამას ვეკითხები და ერთ-ერთ თქვენს მინდა რომ კითხოთ რომ აი მაგალითად ადამიანი რომ მოდის აი ამ პრობლემებით გადაღლილი აი რას ურჩევთ ხოლმე მამაო აი პირველ რიგში და რა უნდა გაითვალისწინოს უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა გაათვიცნობიეროს თუ საიდან იმართება დედამიწა დედამიწა რომ არ იმართება ხორციელი ძალებით და დედამიწა რომ იმართება უფლის ნებით. ამ ქვეყანას თელს დედამიწას ყავს მაკურთხებელი და არა ბრძანებელი. ყავს დამლოცველი და არა ბატონი. ყავს ქადაგებელი და არა თითისმქნეველი. ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ყველა ადამიანს, ვინც მისკენ ნაბიჯს გადადგამს, უფალი ბრძანებს ერთი ნაბიჯი გადმოდგით ჩემსკენ და მე 1000 გადმოვდგამ თქვენსკენ. ვინც ერთ ნაბიჯს გადადგამს, ყველას გულში ჩაიკრავს. უფალი ყველასთან მიდის. უფალი სხვადასხვა მინიშნებით ყველას მოუწოდებს ჭეშმარიტი
ცხოვრებისათვის, მაგრამ ჩვენ ხოლმე ადამიანები ვემსგავსებით ცელქ ბავშვს, როგორც ბავშვი დედას მიყვება და დედას ხელი უკიდია, რომ სამშვიდობოს ატაროს და ბავშვი რომ აი ხელს ჩაუქნევს დედას, რომ დაუსხლტეს ხელიდან და თავის ჭკუაზე იაროს. აი ესე ვიქცევით ხოლმე ჩვენ უფალი გვკიდებს ხელს, მაგრამ ჩვენ უშვებთ უფალს ხელს და აი ამ შემთხვევაში შემდგომ იწყება სხვადასხვა განსაცდელები, სხვადასხვა ტკივილები და უფლისადმი მორჩილება, ეკლესიური ცხოვრება არის საუკეთესო საშუალება მდგომარეობიდან თავის დაღწევის. დიახ და მამაო, არის ხოლმე ხშირად რაღაცა ღმერთი ამოგიყვას ამ პრობლემიდან რაღაცა, მაგრამ შენ ამას ვერც გძნობ, მე ვერც მადლობას ვერ უხდი და მე იგივე პრობლემაზე უფრო მეტად 1000-ჯერ უფრო იფლობი ხოლმე. აი ამ შემთხვევაში მამაო, აი როგორ უნდა დავიცვათ თავი, როცა რაღაციდან თავს დავაღწევთ, შემდგომში იგივეში რო არ აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ამოხვალ აუცილებლად ეს ისუსტე შენ გააქვს და ბოროტი აუცილებლად იქ კიდე გირტყავს და აუცილებლად შეიძლება მეტად უფრო დაგიშავდეს. აი ხა ვისაც რა ნება აქვს, იმ ნებებში აუცილებლად ძირავს შემდგომ კიდე. და ჩვენ აი მამო ამოსულს, ეხა აი რამდენჯერ ალბათ ახსარება მიგიღია და ერთი და იგივეს გიმეორებ, შეიძლება ვიღაცა კაცი 10 წელი ან 20 წელი ხო სიტყვას წარმოიდგინეთ. აი ამ შემთხვევაში მამო, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი, რომ ეს არ განმეორდეს და ბოროტი მიხვდეს, რომ ამასთან ამ ცოდვასთან მიმართებაში ბრძოლას აზრი არ აქვს. როგორ ათქმევინოთ ბოროტა კაი იქნება. პირველეს ყოვლისა, ჩემო გიორგი, საჭიროა რომ ადამიანმა გამოიკლიოს, რომ მას აქვს სული და დარწმუნდეს ის, რომ სული აქვს მას. ჩვენ ვიცით, რომ ფრინველს, ცხოველს აქვს ხორცი და სამშვენელი. მხოლოდ ღვთისხატებას და მსგავსებას, ადამიანს აქვს სული. სული, რომელიც უკდავია. შემდგომ იწყებს უკვე მზრუნველობას ამ სულისათვის. თუ რა აკეთოს, რომ ზოგიერთი ადამიანი, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, ამბობს ესეთ სიტყვებს. ნახე, გარდაიცვალა ახალგაზრდა ადამიანი. თუ რამეს მოასწრება ამ წუთის სოფელში, უნდა აკეთო ყველაფერი. მეორე მხარე, ღვთის საზოგადოება, ღვთის მორწმუნე ადამიანები ამბობს, რომ აი ნახეთ, ყოველი დღე უნდა იცხოვრო როგორც უკანასკნელი დღე, იმიტომ რომ რა დროს მოვა ამ წუთის სოფლის დატოვების ჟამი, ჩვენ არა ვიცით. ამიტომ ადამიანმა უპირველეს ყოვლისა უნდა გაიგოს, რომ მას აქვს უკვდავი სული, რომელიც არის მისახედი. საპატრო, როგორ დაიწყებს ადამიანი მარადიულობაზე ფიქს, გიორგი, თუ კი მან არ იცის, რომ მას აქვს სული. და ის ჩვეულებრივად აი დანარნარებს წუთის სოფელში ოპტინელი მამები ამბობენ ესეთ სიტყვებს, რომ არა მინახავს ზეცად უფლის სამყოფელში მისული ადამიანი, ვინც განცხრომით ცხოვრობდა წუთის სოფელში. ამიტომ უპირველეს ყოვლისა არის ჩვენი სულისთვის მზრუნველობის გადაწყვეტილება მისაღები ადამიანში. მამო, აი განცხრომით რო ცხოვრობს ადამიანი, როგორ უნდა მიხვდეს, რომ განცხრომით ცხოვრობს და სხვა დაავიწყდა. აი გახსენება, როგორ შეიძლება იმ ადამიანს, იმიტომ რომ ბევრი არის დღეს რაღაცა ნაწილი ცხოვრობს განცხრომით, რაღაცა ნაწილს ძალიან დიდი პრობლემა აქვს რა და აი შემთხვევაში როგორ უნდა მიხვდეთ, მამო? სულიერი თუნდაც, არა მარტო მატერიალურით რა. როდესაც ადამიანი უპირველეს ყოვლისა აყენებს საკუთარ თავს და მისთვის მნიშვნელოვანი არის საკუთარი სიხარული და მისთვის მეორე ხარისხოვანია მოყვასისადმი მზრუნვა. ეგოიზმი. მაშინ ის იწყებს ცხოვრებას ეგოიზმით და ამ ეგოიზმს მოჰყავს კიდევ სხვადასხვა საცდურები. უკვე ნებისმიერ ცოდვაზეა წამსვლელი ადამიანი, როდესაც მისთვის სამყაროს ცენტრი არის მე. გავიხსენოთ ეფრემ ასურის მოკლე, მაგრამ მთელი მარხვის მანძილზე ჩვენ ამას გითხულობთ და ამ ლოცვაზე ვდგავართ. სულსა უქმობისასა და მთავრობის მოყვარეობისასა ნუ მიმცე მე. რას ნიშნავს მთავრობის მოყვარეობა? აქ ხელისუფლებაზე და პარლამენტის წევრზე კი არა საუბარი. ანუ მთავრობის მოყვარეობა, რომ შენი თავი არ იყოს შენთვის მსოფლიოს ცენტრი და არ იტრიალო იმის ირგვლივ, იმის პატივისცემისთვის, შენი საკუთარი მეს დაკმაყოფილებისთვის და ამის შემდგომ იწყება უკვე ის საცდურები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. დიახ.
მამაო, ამ ძიმე პერიოდში მაინც უნდა გკითხოთ, საქართველოს ახლა ამაზე რთული პერიოდებიც გაუვლია, მაგრამ ვინც ცხოვრობს ხოლმე, ხო? ამბობენ, რომ აი მე მომიწია ყველაზე რთული პერიოდი. ხე მე მაგალითად გქონია, რომ საქართველოს ამ პერიოდს არ უნდა ქონოდა, ერთ-ერთი რთული პერიოდი მომიწია მე, იმიტომ რომ რაღაც 4 ომი და რავი ყველაფერი რაც კი უგესორება, ყველაფერი ვნახე, ხო? ამ შემთხვევაში ვიღაცა 50 წლის წინ ფიქრობდა, რომ აი მის დროს იყო ყველაზე რთული პერიოდი. თქვენს არის საქართველოს აი როდის ედგა რთული პერიოდი, ამაზე რთული თუ ექნება კიდე და ვინც ცხოვრობენ ეს რთული პერიოდი, როგორ უნდა დაძლიონ და სინამდვილეში არის თუ არა რთული პერიოდი, იმიტომ რომ ეხლა მე მამებს ვეკითხები ხოლმე და ზოგი მეუბნება მაგალითად იბერიის გაბრწყინება არის ეხლა პერიოდიო რა, როცა სიტყვაზე აი ესეთ მაღალ დონეზე ეკლესია, ესეთი პატრიარქი ყავს ესეთი ის. ზოგი ამბობს რომ აი რთული პერიოდი, აი ძალიან ბევრი, ანუ რას მიანიჭებ გაჩნია მნიშვნელობას. აი საქართველოს რა პერიოდი უნდა გავიხსენოთ ამ კითხვის პასუხს რომ შეუერთდეთ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ რამოდენიმე პერიოდი. მაშინ ურთულესი პერიოდები. აი მაგალითად იყო პერიოდი, როცა ადამიანი იტყოდა რომ ღმერთი არსებობს ოფიციალური დადგენილებით მისი მთელი ოჯახი ციმბირში გადასახდებოდა. აი წარმოიდგინეთ. ადამიანმა თქვა თავისი აზრი, ღმერთი არსებობს. მთელი მისი ოჯახი გადასახდებოდა ციმბირში. იყო დრო, როდესაც საზოგადოების კრებული, როდესაც ერთად ისხდა და გამოსვლა იყო სიტყვი, ოფიციალური სიტყვა. მაშინ უპრობლემოდ უწოდებდნენ სასულიერო პირებს ბნელეთის მოციქულებს. წარმოიდგინეთ. და ეს არანაირი პრობლემა არ იყო, ანუ პირდაპირი დევნა იყო. აგერ თანამედროვე ეპოქაში ჩვენი დიდი პატრიარქის, რომელმაც ახალი ეპოქა, ახალი ერა შექმნა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ, აი, როდესაც პატრიარქი 5-6 წლის უკვე აღსაყდრებული იყო ჩვენს ქვეყანაში კუთხეები, რეგიონები, სადაც პატრიარქის ფოტო ეკიდა ტირში, ადგილობრივი თუ ტურისტი თუ გარტყამდა ტყვიას, საჩუქარს ღებულობდა. აი წარმოიდგინეთ, როგორი პერიოდები განლო ჩვენმა ქვეყანამ. იყო 300-400 კაციანი დარბაზი გადაჭედილი, გამოვიდოდა ადამიანი, წარდგებოდა სიტყვით, რომელი ადამიანებიც ამ ბოლო წლებშიც კი სკოლებში მოღვაწეობდნენ, საჯარო სკოლებში და ის გამოიტანდა თავის თემას, რომ ადამიანი შექმნილია მაიმუნისაგან და დგებოდა 400 კაცი ფეხზე, ტაში უკრავდა და განადიდებდა ამ მდგომარეობას. აი ესეთ პერიოდში, ესეთი დამძიმებული სხვადასხვა ეპოქებით ჩაიბარა უწმინდესმა ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო. რომ არ ყოფილიყო ეკლესიის როლი, დღეს ჩვენი ქვეყანა იქნებოდა თუ არა, ამაზე პასუხი არავის არ აქვს და რომ არ ყოფილიყო პატრიარქის უდიდესი სიბრძნე. ამიტომ ვერ იტყვი კონკრეტულად, რომელი პერიოდი იყო მძიმე. დღეს სხვადასხვა პრობლემებია, მაგრამ დღეს საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დგას იმ გზაზე, რომელი გზაც არის მოციქულების ნაკადაგები და ნამდვილად ივერიის გაბრწყინება, ჩემო გიორგი, არის დაწყებული. დღეს ამაზე ბევრი ფაქტი მოწმობს დღევანდელ ეპოქაში. მართალი ბრძანდები და სანო ჩვენი პატრიარქი ის სასულიერო პირები, ვინც მის გვერდით განან, აუცილებლად ხა მეუფე დანიელი რო არ თქვა, მე არ არსებობს, იმიტომ რომ ეს კაცი აი რა ვიცი, აი ერთგულების ყველაზე დიდი მაგალითი ერთ-ერთი ჩემს ცხოვრებაში ვინც მინახავს პატრიარქის მიმართ მით უმეტეს ხალხის მიმართ ზოგადად აუცილებლად გაბრწყინდება, სანამ ეს ყველაფერი იქნება ესე ლამაზ და ჩვენგან მოვლილი და მამო არ შეიძლება რომ არ შევეხო იმ თემას, რომ აი ჩემთვის ყველაზე დიდი მტკივნეული და ყველაზე ალბათ დაუფასებელი თემა, რომელიც რაღაცნაირად ვერ დავინახთ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში ხო იცით რაღაცნაირად დიდ ადამიანებს ისე მაგრა ვერ ვაფას პირადად ჩემგანაც მოქვს, იმიტომ რომ მე უფე სერაფიმე მაგალითად რომელიც არსებობდა და სულ იარსებებს ჩვენ ცხოვრებაში, რომ შეგმეძლო რომ ხუჯერ ვენახა შეიძლება იმ კვირაში ვერ ვნახე და რაღაცა და ძალიან გული მწყდება რომ ესეთი ადამიანი სათანადოდ ვერ დავაფას და ალბათ ძალიან ბევრს წდებათ გული იმაზე, რომ მეტი შეგვეძლო, მე უფე სერაფიმე რომ გარდაიცვალა და ზეცაში წავიდა, ჩვენ რომ მეტი გაგვეკეთებინა, შეიძლება ეს არ მომხდარიყო, იცით რატო? იმიტომ რაღაცნაირად აი ღმერთმა გადაწყვიტა რომ მასთან ყოფილიყო, ეს იყო ნათხოვარი კაცი ზეციდან. აი ჩვენ გვათხოვა ზეცამ და როგორც
გვათხოვა ისე მიიპარა რა თვითონ და ამაზე უკამა თუ არის საერთოდ თემა ადამიანი რომელიც მე არ ვიცი ძალიან დიდ წმინდანებში წამიკითხავს ის მოთმინებები ის დათმენები ის ცილისწამები და ის ყველაფერი რაც მას გააჩნდა და დიდება მის სულს და დღესაც ბევრ ადამიანს დაეხმარება ზუსტად ვიცი და იმალა სასწაულებრივად მამა გაბრიელმა წაიყვანა რა თითქოს და რაღაც საოცრებები მოხდა მაგ დღეს და წარმოიდგინეთ ახლა ვინც იყვნენ მეუფეები და ისინი მოსული პანაშვიძე და იმაზე ამბობდნენ რომ ნეტავ ესეო მე გავიდეო ამ მოთმინებით ამ ძალითო და ამ წარმოიდგინეთ ადამიანი საცეცხლს იქნევდა ბოლოს გასვლამდე კიდე და აღასრულებდა მიცვალებულებისთვის პანაშვიდს როგორია თქვენ წარმოგიდგენთ და ის საცეცხლი გაჩერდა იმ წამს მაგრამ მეუფე არასოდეს არ გაჩერდება მისი სული იქნება ყოველთვის ჩვენთან და რაღაც აქედან სულ ყოველთვის შენდობას თქო ხოლმე ჩემ გულშიც იმიტომ რომ ძალიან ძალიან ერთ-ერთი დიდი ადამიანი იყო მე ყველას ვიცნობ აბსოლუტურად ამათთან ერთად გავიზარდე 40 წელი მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანი იყო ვისაც კი ვიცნობდი პატრიარქის მერი და ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ იმიტომ რომ ბორჯომის ეპარქიაში მაპატიეთ მამა ერთ წუთს ვიტყვი და მე ის არ ვქო კითხავთ თქვენ მასთან დაკავშირებით თუ არ კითხოთ იმიტომ რომ მამაოს გაუძნელ და მეუფეზე საუბარი და თავიდან სხვა თემით იმიტომ დავიწყეთ იმიტომ რომ უჭირს რა მამა მისი გაზდილი არის და მაგიტომ და მესმის კიდევაც და როგორი ის იყო იცით სიტუაცია რომ ერთ-ერთი ადამიანი იყო რომელსაც შეეძლო რომ ისეთი უბრალო ყოფილიყო რომ ვერ გაგერჩია იქ დიაკვნისაგან წარმოიდგინეთ და უბრალო მსახურისაგან რა ეს შეეძლო ადამიანს წარმოიდგინეთ და ეხა მეტი დანარჩენი მთელი ცხოვრება მასზე მეტყველებს ბორჯომში რომ ჩავიდა ხო 1 და 2 ტაძარიც არ იყო წარმოიდგინეთ აღდგენილი და დღეს ასობით სასულიერო პირია იქ და ბორჯომ ეპარქიებში ბორჯომში და ბაკურენის ეპარქიებში ექსკურსიები იმართება და მთელი საქართველოსდან დადიან იქ წარმოიდგინეთ ყველაზე მოთხოვნადი ეპარქია რაც კი არსებობს საქართველოში რა ეხა ვინც არ უნდა რაც არ უნდა თქვას ექსკურსიების ხრივ და ის სანახაობრივად ყველაზე მეტი ადამიანი დადის იქ და ყველაზე მეტ ადამიანს უნდა იქ ჩასვლა. ეს არის მეუფის დამსახურება. მე მახსოვს პატრიარქი რო იყო ჩასული, როგორი გაოცებული იყო იმით თუ მეუფემ რა შეძლო და საიდან სადამოიყვანა და მადლობა მეუფეს ამისათვის. ყოველ დღე ვეტყვი ამას და თუ შეიძლება მე ყოველთვის გავაკეთებ ხოლმე ამასთან მიმართებაში, ყოველთვის გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ მეუფე იყო, არის და იქნება ჩემთვის ერთ-ერთი ნომერ პირველი ადამიანი, რომელიც იყო ყველაზე უბრალო. ელემენტარული მეტი არაფერი ხმეთ შენი მეტი არაფერი არ მადლობას გიხდით მამაო რომ ესე მეუფის სხვათა შორის თეატრ უნდა გითხოთ ჯერ არა მარტო მაგიშვილი რო იყავით თან იმიტომ მინდა გითხოთ მამაო რომ გადაყოლილი იყავით მის იმაზე ეს სამოწყოფოდან მოყოლებული ყოველი დღე თქვენ არ დაგიძინიათ და თუ შეიძლება მეუფე სერაფიმეს ცხოვრება და მოღვაწეობა ნამდვილად უდიდესია ღვთის წინაშე უპირველეს ყოვლისა მეუფე სერაფიმეს ცხოვრებაში პირველ ღვაწლად და პირველ დიდ აღსრულებულ წლებთან შეიძლება ჩვენ პირდაპირ კავშირში მოვიყვანოთ ჩვენი უწმინდესის მიმართ საოცარი ერთგულება და საოცარი სიყვარული. მე არ მახსოვს გიორგი რომ ჩვენ სადმე შევსულიყავით და მეუფეს სრულიად მოწმენდის ცაზე, რაც არ უნდა სხვა თემა ყოფილიყო, პატრიარქის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე არ დაეწყოს საუბარი. ეს ხდებოდა 10,000-ობით ოჯახებში. პატრიარქის უერთგულესი პიროვნება იყო მეუფე სერაფიმე. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მეუფე სერაფიმეს ფოტო ოჯახებში დღეს რომ შეხვიდე, 10 ოჯახიდან 8 ოჯახში მეუფის ფოტო კიდია. ცნობილი სიტყვებია ბორჯომში, რომ შენი შვილის ნათლიაც არის მეუფე სერაფიმე, მეუფე ყველას ოჯახში იყო. და მეუფეს ცხოვრება ნამდვილად გამორჩეულია ასევე მისი სიალალით. ის იყო პატარა ბავშვით. ის ნებისმიერ სასულიერო პირთან იყო, სტუმართან იყო, მღვდელმთავართან იყო, თუ რიგით ადამიანთან იყო, ყოველთვის საუბარში თუ ასე შემდეგ იყო მეორე პირი. ალალი, გულწრფელი 1961 წელს სოხუმში დაიბადა მირქმის დღესასწაულზე მეუფე სერაფიმე თამას ჯოჯუა, რომელმაც სოხუმში დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდგომ სკოლის დამთავრების შემდგომ მან ჩააბარა ასევე სკოლა იყო, სკოლის გაგრძელება იყო სამხატვრო სკოლაში. შემდგომ წავიდა რუსეთში, მოიარა ჯარი და ჯარიდან რომ ჩამოვიდა თბილისში ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში
ეს იყო არქიტექტურული განხრით. და როდესაც დაამთავრა ეს აკადემია 1991 წელს წავიდა მარტყოფის მონასტერში და მორჩილის კაბა ჩააცვა მეუფე იობმა. შემდგომ 1992 წელი მის ცხოვრებაში იყო გარდამტეხი, ის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცება ბერად და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიდის ფოკის მონასტერში. 92 წელსვე იკურთხება ბერდიაკვნად და მღვდელმონაზვნად და იწყება ფოკაში ურთულესი წლები. ჩვენ ვიცით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის არაქართულია ფოკაში და იქ მეუფე იწყებს თავდაბლად სიყვარულით მოღვაწეობას. იყო ესეთი მომენტები, როდესაც დიდი ზამთრის დროს გარეთ ძლივს გამოდიოდნენ ისეთი მკაცრი ზამთარი იცის ფოკაში და გაბმული იყო დიდი ჯაჭვი საპიფარეშო, სადაც იყო 20-25 მეტრი იყო და ამ ჯაჭვს რომ არ გაყოლოდი დანიშნულების ადგილზე ვერ მიხვიდოდი ან სადღაც თოლში შეიძლება უკან ვერ დაბრუნებულიყავი და ერთი ვაგონი ჰქონდათ ჩადგმული, ამ ვაგონში თან ეძინათ, თან ლოცულობდნენ. შემდგომ ესე იგი მონასტრის აღშენებლობა ითვლებოდა, მეორე ვაგონი მიადგეს, ერთ ვაგონში გაკეთდა სამლოცველო და აქეთ გაკეთდა კელიები. და 2 წლის შემდგომ 1994 წელს მეუფე პატრიარქმა აიყვანა იღუმენის ხარისხში და მძიმე გავლილი წლების და მოღვაწეობის შემდგომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 1995 წელს მეუფე იქნა ეპისკოპოსად გამორჩეული, ნაკურთხი და დადგინდა ის ახალქალაქისა და ბორჯომის მღვდელმთავრად. მაშინ გაერთიანებული იყო ახალქალაქი და ბორჯომი და დაიწყო ახალქალაქში ურთულესი წლები, სადაც დღეს მეუფე ნიკოლოზი მოღვაწეობს, დღესაც რთულია ამ კუთხეში მოღვაწეობა, მაგრამ აი აქ ამ წლებმა უკვე უდიდესი შედეგი დადო და უდიდესი მადლი მოიტანა და იყო პერიოდი, როდესაც მეუფე მოღვაწეობდა მონაზვნებთან, მამებთან ერთად, ახალგაზრდები, ახალქალაქის მოსახლეობა ესე რაღაც დამცინავად ქვებს ესროდნენ გალავნის შიგნით და მეუფე ამის სანაცვლოდ თავის სასულიერო პირებთან ერთად ესროდა კამფეტებს. და დღეს ეს ადამიანები მონათლულები არიან და მეუფის ნათლულების ოჯახები არიან და ესეთი დიდი ისტორიებია მომხდარი ჩემო გიორგი 2000 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს მეუფე და 2002 წელს უკვე გაიყო ეპარქიები და ჩამოყალიბდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია და დაიწყო ბორჯომში უდიდესი აღშენებლობა. მეუფემ არა მხოლოდ სულიერი ტაძრები, ესე იგი არა მხოლოდ ტაძრები, მონასტრები, რომლებზეც დღეს ქონდა გადავლილი და ახალი ტაძრები ააშენა, არამედ სულიერი ტაძრებიც ააშენა, სულიერი კერა ჩადო ბორჯომში და დღეს ბორჯომში ძალიან დიდი ტკივილია მეუფის გარდაცვალებიდან, იმიტომ რომ ბორჯომს ძალიან უყვარს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას მეუფე და ღმერთმა დაალოცოს მეუფეს სული და იქედან მისი ლოცვა კურთხევით გვიპატრონოს ჩვენ და გვატაროს სულიერ გზაზე 2009 წელს დაჯილდოვდა მიტროპოლიტის ხარისხში და ესე ნაბიჯ გამრავლდა სასულიერო დასი დღეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ვინც მამები მოღვაწეობს, ყველა მეუფე სერაფიმეს ხელდასხმულია, მეუფე სერაფიმეს ხელით მოხდა ჩვენი ფერისცვალება და ამ სასულიერო გზაზე მეუფემ თავისი ზრუნველობით გვატარა ის საოცარი ზრუნველი იყო თითოეული ჩვენთაგანის ოჯახებისათვის, ჩვენი შვილებისათვის და მეუფის ღვაწლი აშკარად ყველასთვის თვალში საცემი იყო და ეს გარდაცვალება იყო ჩვენთვის დიდი ტკივილი, მაგრამ ჩვენ ვინ უგეშებთ რომ მეუფის ცხოვრება ღვთის წინაშე შეწირულია და მეუფე ცხონებულია და 40-ის დღეს თელმა საქართველოს ნახა ალბათ ის კადრები, ის ფოტო, როგორ გადაიჭიმა ცისარტყელა მედალს ფოტოშოპს
ძალიან კარგი და როგორ გადაიჭიმა ცისარტყელა და როდესაც აი მეუფე სერაფიმეს ესე იგი დილით წირვა ჩატარდა, შემდგომ პანაშვიდი ჩატარდა, შემდგომ სულისმოსახსენიებელი ტრაპეზი იყო, როდესაც დასრულდა ესე იგი მთელი ამ დროის მანძილზე ცისარტყელა მუდმივად გადაჭიმული იყო მეუფე საფლავის ირგვლივ და ბოლოს კადრებია ამისი, რომ ესე იგი გუნდი მტრედების ცისარტყელის ერთი მხრიდან მეორე მხარეს როგორ გადაფრინდებოდა, გადმოფრინდებოდა უამრავი მტრედი ერთად დეკემბრის თვეში არ დაგვავიწყდეს და ეს სიმბოლოა ეკლესიური გადმოცემაც მოგვითხრობ ჩვენ ცისარტყელისა და თეთრი მტრედების სიმბოლოზე არაერთ გზის, არაერთ მონაკვეთში და ჩვენ ვიმედებთ, რომ ჩვენი ტკბილი მეუფე იქ არის, სადაც აბრაამის წიაღია. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ესეთ ლამაზ საუბრისათვის და ხადაშოვის მამა საქართველოში ისეთ სიტუაცია ეხა ცხონებას და მიცვალებულთან კავშირზე მინდოდა აუცილებლად მეკითხა, რომ საქართველოში ისეთ სიტუაცია შეგიქმნია, თუ კაი ადამიანი ხარ, აუცილებლად ცხონდები. იმიტომ რომ ისეთი სიტუაცია საქართველოში თვითონ აი ყველანაირად რაღაცა ეხა წეღა რო თქვი თქვენ რომ აი გამახსენდა რომ ქვებს რო გესვრიან, ესროდნენ, რომ კამფეტებს გესროდა, აი წარმოიდგინეთ რა მაგარი ადამიანი იყო, რომ აი სუხოვით როცა მეუფეს ეს ქვის როლა სუხოვით როცა იყო და კაი ადამიანის მიმართ როცა არ იყო წარმოიდგინეთ ის კამფეტების როლებით პასუხობდა რა სამწუხაროდ ჩვენ და ესეთ ადამიანებს ქვებს ესროდნენ რა ესეთი რაღაცაც იყო და თავ შევიკავეთ დანარჩენისგან გადავალ უბრალოდ მამა მიცვალებულთა სულების კავშირზე მინდა რომ კითხოთ რა აი როგორი რამდენს ენატრება ეხა მეუფე ალბათ რამდენი განიცდის გარდაცვლილთან კავშირს რაღაცა აი როგორ უნდა დაამყაროს ეს ადამიანმა და როგორ აი ხა ფიზიკურად შეიძლება ვერ დაიტიო და ვერ მოერიო ამ ყველაფერს მაგრამ როგორ უნდა მაქსიმუმ ინუგეშოს თავი იმით რომ იყოს მასთან იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისაგან მესმოდა რომ მეუფე მართლა ისეთი იყო რომ სულ სხვანაირი იყო და ეხა ეს მას მე ვინ შემიცვლის ეს კითხვა ყველას აქვს ალბათ თელი ბორჯომის იმას გისვამთ კითხვას რა ბორჯომში ვინც კი მეუფეს იცნობდა ყველა მაგას მოციქულები და საქართველოს ამბობენ რომ მუდამ გახსოვდეთ მიცვალებულები თქვენი საყვარელი ადამიანები და თქვენი სინი დაგიფარავენ ჩვენ გავიხსენოთ პატრიარქის ლოცვა კურთხევა თუ ვინმეს მშობელი გყავთ გარდაცვლილი მიდით თქვენი მშობლის ფოტოსთან აიღეთ ლოცვა კურთხევა და ისინი დაგეხმარებიან ზეციური საქართველოდან ამ წუთის სოფელში ადამიანი თქმურად არის დროებით არის და მას ქართველმა კაცმა გენიალური სიტყვა უწოდა გარდაცვალება ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადასვლა და ჩვენ უნდა მუდმივად ვილოცოთ ჩვენი მიცვალებულებისათვის ჩვენი წინაპრები ესეთ სიტყვებს უწოდებდნენ ჭირისუფალს განსაკუთრებით 40 დღემდე რომ მეომრები არიანო ანუ ომში არიანო რომ თავის საყვარელი ადამიანისთვის ილოცონო და ლოცვა არის ყველაზე დიდი ჩვენი მიცვალებულებისათვის მათ საკუთარი თავისთვის არაფერი შეუძლიათ ღირსი მამა იოანე სინელი გვიამბობს ესეთ რაღაცას რომ იყო ერთი მორჩილი მონასტერში რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა და როდესაც ის გარდაიცვალა გარკვეული ხნის შემდგომ ღირსმა მამამ იხილა რომ ის სრულიად ცეცხლში იყო მოცული შემდგომ დაიბარა მთელი სამწყსო დადგნენ სხვადასხვა ეკვტერებში ერთი დღის მანძილზე რამოდენიმე ეკვტერში მიმდინარეობდა წირვაო პანაშვიდები და გარკვეული პერიოდის შემდგომ დაიბარა გარკვეული პერიოდის შემდგომ კვლავ იხილა ხილვა რომ ესე იგი ეს უზრუნველი მორჩილი იყო წელამდე ცეცხლში შეკრიბა ისევ სამწყსო დაუცხრომელი ლოცვები აღევლინა მისი სულისთვის და გარკვეული ხნის შემდგომ იხილა რომ თავარ ანგელოზებს მიქაელს და გაბრიელს ხელი აქვს გამოდებული და სრულიად განთავისუფლებული არის აი ეს მორჩილი ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და ლოცვის მადლი არაერთ გზის ჩვენ შეგხვედრია წმინდა მამათა გადმოცემებში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ დიდი მამის გრიგოლ დიოლოგოსის მონათხრობი ღირსი ბენედიქტეს ცხოვრების ეპიზოდიდან ესე იგი იყო ორი ქალბატონი რომელიც
დღე და ღამ ესე იგი ეკლესიაში იყო ალაგებდნენ ტაძარს და სხვადასხვა ტაძრის მზრუნველობით იყვნენ დაკავებული და როდესაც გადის წლები და ამათი მოღვაწეობა ესე იგი იმდენად თვალში საცემია რომ ყველა აღნიშნავს მადღვაც მაგრამ მათ არ ქონდათ თავმდაბლობა და მორჩილება და როდესაც ისინი გარდაიცვალენ წინამძღვარმა გადაწყვიტა რომ აი მათი ესეთი ეკლესიაში ამდენი წლის მოღვაწეობის გამო ისინი დაკრძალეს თვითონ ტაძარში გიორგი და როდესაც ესე იგი გავიდა 40 დღე და მიმდინარეობს მსახურებები რიგითი მსახურებები ხედავს მრევლი და არაერთი ადამიანი უკვე მიდის წინამძღვართან რომ როდესაც არის კათაკმეველთა კვერექსი ეს მიცვალებულები აი ადამიანისთვის სრულად შესახედად ტოვებენ ტაძარს ეს ორი ქალბატონი ტოვებს ტაძარს როდესაც კათაკმეველთა კვერექსია და როდესაც წინამძღვარმა მოღვაწე ღირს მამას ბენედიქტეს აუწყა ამის შესახებ ღირსმა მამამ ორი სეფისკვერი გამოუგზავნა ტაძრის წინამძღვარს და უთხრა შენ და ჩემ სახელზე ესე იგი ლიტურგია ჩაუტარე მათ და კვეთე ეს სეფისკვერი მათ სახელზე და როდესაც კვეთეს მათ სახელზე ამის შემდგომ ეს არავის უნახავს ესეთი დიდი ძალა აქვს ლოცვას მიცვალებულებისთვის რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა აღვასრულოთ ადამიანი ამბობს ხოლმე რომ მე სხვისთვის ლოცვასაც შემიძლიანე და ჩემი თავისთვის შემაძლებინა ლოცვა და ეს არ შეიძლება ერთი გადაწელი პირჯვარი წმინდა მამები ათონელი მამები ამბობენ რომ ერთი დანთებული სანთელი რომ იცოდე რამხელა არის შენი საყვარელი ადამიანისთვის გარდაცვლილი ადამიანისთვის მთელი ცხოვრება შენ მას სანთელს არ ჩაუქრობო და აი ეს ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი მიცვალებულების მიმართ ძალიან დიდი მადლობა მამაო და კიდე აი 10 წუთი დარჩებულს დრო გაგვექცა დრო ძალიან საუცხორო ჩვენ და აი მართლა მინდა ხოლმე რომ მოდიხარ ძალიან დიდხანს გესაუბროთ ხოლმე იმიტომ რომ შედ მაგრამ პირობა დადეთ მამაო რომ თვეში ორ თვეში ერთხელ მაინც რაღაცნაირად მოახერხებ და ჩამოხვალთ ხოლმე ჩვენთან და თუ შეიძლება მამაო აუცილებლად რო არ კითხოთ არ შეიძლება თქვენი ხა მეუფე დანიელთან ბრძანდებით რომელიც აი მისი ავიცი თელი არის საყდენი ხართ იმ ეპარქიაში და მადლობა ამ ყველაფრისათვის მამაო ძალიან დიდი პირველ რიგში იმიტომ რომ ეს უღირსეულესი და უერთგულესი ადამიანი და თუ შეიძლება რამეს თუ იტყვით ისეც აი რა გეგმები აქვს ხოლმე რაღაცა პიროვნულად ძალიან ჩემთან ხშირად სტუმრობდა ხოლმე კიდე უნდა გვეწვიოს აუცილებლად მაგრამ თქვენ იქამდე იქნებ დაასწროთ რომ აი მისი მომავალი გეგმები დიახ დანიელის მოღვაწეობა შრომა რომელიც უწყვეტ რეჟიმს დღე და ღამ მიმდინარეობს აუღწერელია ჩვენს ეპარქიაში მეუფე დანიელის მოსვლის შემდგომ დაიწყო სხვადასხვა პროექტები ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის რომ კუთხე მთელი ეპარქიის მამები დასახლებული პუნქტების მიხედვით ვიკრიბებოდით მეუფეს წინამძღოლობით მთელი უბანი იკრიბებოდა ერთად და ტარდებოდა ესე იგი აიაზმის ლოცვები სახლის კურთხევის ლოცვებიდან შემდგომ 27-28 სასულიერო პირი ერთობლივად შედიოდა უბანში ოჯახებში მეუფე წინ მიგვიწყოდა აღესრულებოდა ერთობლივი კურთხევა და ასევე სხვადასხვა დიდი ღონისძიებები ჩატარდა მისი ლოცვა კურთხევით და მეუფის წინამძღოლობით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რომელიც ემზადება მომავალ წელს ქრისტიანული ერთობის 1700 წლის აღსანიშნავად საქართველოში მზადდება სხვადასხვა პროექტები ეხლა მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით ის რაც გვაერთიანებს ესეთი სათაურით პროექტი სადაც ღებულობს საქართველოს საზოგადოება ცნობილი საზოგადოება რომლებიც გაერთიანებულია კრებული ღებულობს მონაწილეობას მსახიობები სპორტსმენები და ესე იგი რეგიონებში ცენტრალურ ქალაქებში მიმდინარეობს ღონისძიებები და მეუფე შეიძლება ითქვას რომ დღე და ღამ არის ღვაწლში დედა ელენესთან ერთად ის ყოველდღე თითქმის არის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში შესული შეხვედრებზე, პროექტებზე და ეს ღვაწლი არის ყველასათვის თვალშისაცემი და შეგვეციოს მისი ლოცვა კურთხევის მადლი.
დიდი მადლობა მამაო, ესეთი საინტერესო საუბრია, სხვათა შორის ძალიან ბევრი სასულიერო პირი, ძალიან ბევრ საქმეს, ძალიან დიდ, ერისათვის მართლა ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ვინც კი აკეთებს, ეს არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ეს სასულიერო პირები კიდე მართლა ერზე არის, წარმოგიდგენთ ახლა უერთოდ დავფიქრდეთ ახლა ადამიანურად, რომ წარმოგიდგენთ ადამიანები დაიბადნენ, აირჩიეს ის გზა რომ ადამიანები მიდიან და მთელი ცხოვრება მათ გასაჭირს უყვებიან, მაგრამ გამოირჩია ღმერთმა ესეთად და ჩვენ ამას უნდა დაუდგეთ გვერდში. ეს ნამდვილად არის ჟამი იმისა, რომ ჩვენ სასულიერო პირები ყველა ერთად ხელჩაკიდებული ვემსახუროთ ადამიანებს. დღეს არის ჟამი იმისა, რომ ადამიანი, რომელიც შენთან მოდის, მან შენზე კარგად იცის თუ რა ცოდვაში დგას. დღეს არის მათი მოფერების ჟამი და ცხოვრების წესით დანახება იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს მან ქრისტიანულად. დღეს ადამიანს რომ რამე შეეშლება, ჩვენი მიდგომა უნდა იყოს ესეთი, რომ აი შენ რა გააკეთე და ეს რა ქენი, ეს არ შეიძლება. აი მაგალითად ფორმა ესეთი, რომ მე შენგან ამას არ მოველოდი, შენ მეტი შეგიძლია, ანუ სტიმული მისთვის, რომ ხვალ ეკლესიის სიყვარულით, ღმერთის სიყვარულით, მოძღვრის ხათრით, თუ გინდ, ხომ, რაღაც წინ ნაბიჯი გადადგას და ჩვენ ადამიანებს ვაუწყოთ, იოანე ოქროპირი ამბობს ესეთ სიტყვებს, ორი სიცოცხლეა და ორი სიკვდილია. აქედან ერთი სიცოცხლე არის აუცილებლად, მეორე სიკვდილი არის აუცილებლად. ეს არის ხორციელი შობა, როცა ადამიანი დაიბადება, სიცოცხლე და მეორე, როდესაც გარდაიცვლება. აი მეორე არის ზუსტად ადამიანებში ჩასადები, ის სიყვარული, რომ აი მეორე სიცოცხლე იყოს და არა მეორე სიკვდილი. მეორე სიცოცხლეა, როდესაც განიცდის პირველ გარდაცვალებას ადამიანი და მე-40 დღეს თუ მოხდება სასუფეველში, მეორედ იბადება. ანუ მეორე სიცოცხლე, ან თუ ის დაიღუპება და მისი სული მოხდება ჯოჯოხეთში, მაშინ ის მეორედ კვდება და მას რჩება ერთი დაბადება და ორი სიკვდილი. აი ჩვენ უნდა მოვინადიროთ ეს ადამიანების სიყვარულით და ერთი სიკვდილი და ორი სიცოცხლე უნდა იყოს ამ ადამიანებში და აი ეს იქნება გამარჯვება თითოეული ჩვენთაგანის, რომ ამ წუთის სოფლის სხვადასხვა სიავეებში, სხვადასხვა წუთიერ საცდურში არ უნდა დააზღვიოს და არ უნდა გაცვალოს თავისი მარადიული სიცოცხლე, ის მეორე სიცოცხლე, რომელზეც იოანე ოქროპირი გვესაუბრება ჩვენ და ეს არის მარადიული სიცოცხლე უფლის წიაღში. ძალიან დიდი მადლობა მამო, ისეთ ლამაზ საუბრისას და სხვათა შორის ძალიან მინდოდა ხოლმე უფესაც სიცოცხლეში ვეუბნებოდი ხოლმე, რომ მეთქი ერთი ფილმი გავაკეთო ჩვენზე და რა მორიდებული იყო, ხო იცით, რაღაცნაირად და არა გიორგი რაღაცა დავიწყე, რაღაცები გადავიღე, მე არ დამამთავრებინა რაღაცა, რაღაცა და მინდა რომ აუცილებლად მე უფეს გავუკეთოთ აი წლის თავამდე როგორც იქნება. აუცილებლად ჩამოვიდე ბორჯომში და პირობას გაძლევ თქვენს თელ ბორჯომს საქართველოს სრულიად, რომ აუცილებლად, იმიტომ რომ მე უფრო ისეთი ადამიანი იყო, რომ ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა და ნებისმიერ ქვეყანაში ხელის გულზე ატარებდნენ და ეხლა მაინც რაღაცნაირად ჩვენით რაღაცნაირად მოვინანიოთ თუ რაღაცა მაინც გასაკეთებელი გავუკეთოთ ისე, რომ რასაც იმსახურებდა, იმიტომ ის ისეთ თავდაბალი იყო, არ მოგთხოვდა, რომ პატივში ყოფილიყო, არ გავდა სხვას რა, სხვანაირი იყო, აი მართლა არ გავდა, აი ვიღაც ხო შეიძლება რომ აიღო რა, რომ აი ესეთი იყო, ისეთი მაგრამ აი ის სხვას არ გავდა რა, ესეთი იყო ჩვენი მეუფე სერაფიმი. შეგვეციოს მეუფის ლოცვა ზეციდან, შეგვეციოს ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობის მადლი, მისი ლოცვა კურთხევა და თითოეულ ჩვენთაგანს მოგცეს სულიერი სიხარული. დღეს უმთავრესი არის სულიერი ჯანმრთელობა. ორი ჯანმრთელობა, სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ორივე ძალიან კარგია, მაგრამ თუ კი ერთი უნდა იყოს, ღმერთმა ყოველთვის სულიერი ჯანმრთელობა მოგცეს, ერთობა მოგცეს, სიყვარული მოგცეს და ხელჩაკიდებული ბევრი სიკეთე გვეკეთებინოს და ერთმანეთი გაგვემხნევებინოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს წუთის სოფელში, ნუგეში მოყვასისადმი.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ძალიან დიდი მადლობა მამაო. სხვადასხვა სულიერი ჯანმრთელობა რო გექნება, მე ხვდები ფიზიკური ჯანმრთელობა რატო გაგშერყეული და ამ გადაგაქვს იოლად, ამიტომ უნდა იყოს სულიერად ხნეთ და ჯანმრთელად და ყველა იმ მამაო სხვადასხვა უყარხარ ძალიან პატიმრებს თუ დალოცავთ მამაო და იმ ადამიანებს, ვისაც უჭი დღეს უცხოეთში აუცილებლად სხვათა შორის დღეს სატელეფონო საუბარი გქონდა ჩვენს ბორჯომელ ახალგაზრდებთან, ჩემი სულიერი შვილები არიან და ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ უყურებენ თქვენს გადაცემას და ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატიმრები. მადლი, წყალობა ღვთის არ მოაკლოთ და იცოდეს ყველა მათთაგანმა, რომ ჩვენ სამშობლოს ისინი როგორც ანთებული სანთელი ისე ჭირდებათ და ყოველი სასჯელი არის ახალი სიკეთის და სიყვარულის დასაწყისი. ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოაკლოს მათ. ძალიან დიდი მადლობა მამა იონე გახდა ჩვენი სტუმარი, რომელიც ავიცი და მამა იონეს ვინც კი იცნობს, ყველას ძალიან უყვარს მამაო და არ მინდა რომ აქ ესე იმას ვქნა, რომ მე მტერი არ გაუჩინო, იმდენი არ ვაქონა. ღმერთმა ერთობა და სიკეთე ყველა ჩვენთაგანს. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მე გახდით გიორგი დარასელია, მეუფე სერაფიმეზე აუცილებლად წესთანავე მე გავაკეთებ ფილმს გპირდებით და ყოველთვის მისი დღეები თებერვალში დაბადების დღე აქვს, ის ყოველთვის სასულიერო პირებს მოვიყვანდა იმ ადამიანებს, რომ აუცილებლად ის მისი სახელი აქ უკტავყოთ, თორე რა თქმა უნდა სული ზეცაში არის და დიდი მადლობა რომ არსებობდა. მე უფე და როცა რაღაცას დარდობ ხოლმე, გადავხედავ ხოლმე და მას რო ვიცნობდი და რო გავჩდი ამ ქვეყნა და მას ვიცნობდი იმ ეპოქაში მიხარია და ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვინც მე უფეს იცნობდა და ვინც მე უფის ფასი იცოდა. ყველაზე მთავარი ეგ არის. კარგად ზანდებოდე დროებით, ბედნიერებას გისურვებთ, ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ და იქიდება ეს გადაცემა. მამა იონე, უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით და გელოდებით კიდე სადღაც 2 თვის მადლზე. მადლობთ. მადლობთ. მადლობთ.